მე ბევრი რამე არ ვიცი, მე ვიცი 62 წლიდან, რომ დაარსებულია საიდუმლო ნაწილი. ამ ნაწილზე ძალიან ბევრმა სამხედრომაც არ იცოდა, იმიტომ რომ ძალიან მაგრა გასაიდუმლოებული იყო ყველანაირად. და თვითონ მოსახლეობამაც არ იცოდა, აქ თუ რაღაცა შედიოდა და გადიოდა, სულ ხდებოდა ისეთ პერიოდში, რომ კაცშვილს ვერ ხედავდა ვერაფერს. ფოლადაურის ხეობამდე 2 კილომეტრით აქეთ არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო საიდუმლო გვირაბები, რომლის შესახებაც სოფელ ბოლნიში გამგებლის წარმომადგენელი გვიამბობს და მეგზურობას გვიწევს. როგორც ის გვიყვება, აქ 1962 წელს დაარსდა სამხედრო ნაწილი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა და დღემდე არ მოიპოვება ზუსტი ცნობები აღნიშნული სამხედრო ბაზის შესახებ. თუ რას ემსახურებოდა აქ არსებული სამხედრო ნაწილი. მიწისქვეშ არის ვიწრო ოთახები, არის გვირაბებიც, რომელიც არავინ იცის თუ სად გადის. ამ ტერიტორიის შესახებ ერთ-ერთ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმადაც სამხედრო ნაწილის დაარსებამდე აქ იყო მაღაროები, სადაც ხდებოდა რკინის და სხვადასხვა ლითონის მოპოვება, სავარაუდოდ სპილენძის და ოქროს. ეგრეთი ლაპარაკი მოდის ეხლა. ლეგენდები ეს რამდენადაც არის. ძალიან დიდი ხარისხით გამოირჩეოდა რკინა, თვითონ რკინა. და როგორც ლაპარაკობენ, არ ვიცი მე ზუსტად, სპილენზიც იყო და ოქროსაც. კი, სამი სართულია კიდე ქვემოთ, კავერებია ძირში. როგორც ჩვენი მეგზური გვიამბობს, აღნიშნული სამხედრო ნაწილის შესახებ მაშინდელმა მოსახლეობამაც კი არაფერი იცოდა. აქ მუშაობდა ერთი ადგილობრივი, რომელსაც შეეძლო რაიმე ცნობების მოწოდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ადამიანი ცოცხალი არ არის და არც მისი შვილია საქართველოში. თავად კი ამბობს, რომ 80-იან წლებში მუშაობდა საკონდიტროში, საიდანაც სწორედ ამ აწ-გარდაცვლილ ადამიანს სამხედროებისთვის გაჰქონდა პური და ბულკი. მოდიოდა ოაზის ტიპის მანქანა. პური მიქონდა, მერე ჩვენთან შემოდიოდა, ფუნთუშები მიქონდა, 200 წელი, 250, 300 გააჩნია. კვირაში ორჯერ მოდიოდა. მე როგორც ხალხმა ილაპარაკა, მე ვიცი. ეხლა აგერ თქვენს დაგიდასტურათ იმ ქვამ, რომ იქ წარწერა იყო 66 წელი. ანუ ვარაუდით მაგ წლებში იყო უკვე ოფიციალურად გახსნილი სამხედრო ნაწილი, გასაიდუმლოებული. ამ ნაწილზე კაცშვილმა არაფერი არ იცოდა. იცოდა იმან, ვინც აქ მუშაობდა. აი აქ სოფლის ხალხიც, ვინც აქ ცხოვრობდა, იშვიათად თუ ვინმემ რამე იცოდა. ესე იგი 66 გააკეთეს ეს KPP. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ნაწილი 90-იან წლებში დაიშალა და ეს ტერიტორია გადაეცა სასაზღვრო ჯარებს. თუმცა დღეს იგი მიტოვებულია და გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტში წარსდგა ინიციატივით, რომ აქ მოეწყოს სარწყავი წყლის რეზერვუარი, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველი სამხედრო ნაწილი დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორია საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, სავარაუდოდ აქ რადიაცია არის, გამოც მიწისქვეშა გვირაბებში ვერ მოხერხდება სარწყავი რეზერვუარის მოწყობა. აქვე ეზოში მიწის ზედაპირზე არის განთავსებული ძველი სამხედრო ყაზარმა, სადაც ვარაუდობს, რომ შესაძლებელია რეზერვუარის მოწყობა. სოფელ ბოლნიში გამგებლის წარმომადგენელი იყო მოსული ინიციატივით, აქ ძველი, როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, ძველი ბუნკერები არის, წითელი არმიის დროინდელი, საბჭოთა კავშირის დროინდელი. და ნუ მათი რეზერვუარად გადაკეთება თუ მოხერხდებოდა ინიციატივითაა შემოსული, რომ არასარწყავი სეზონის პერიოდში მოხდეს ამ ბუნკერების გავსება სარწყავი წყალით, ნაკადული ახლოში ჩამოედინება აქ და შემდეგ უკვე წყლის სეზონის დროს ეს დამარაგებული წყლის მიწოდება მოხდეს სოფლის მოსახლეობაზე. ინიციატივა ეს იყო, აზრი ეს იყო ამ ტერიტორიების ნახვის და რავი, სიმართლე გითხრათ, მოლოდინს გადააჭარბა აქ ისეთი აქ სერიოზულად გამოსაკვლევი არის ვითარება. სარწყავი წყალისთვის ეხლა იქ რაც ვნახეთ, იქ იყო თვითონ სამხედროების საწყობები და კაზარმები, ანუ საცხოვრებად მოწყობილი პირობები იყო, ბეტონის ბუნკერები არის, მასური ბეტონში ჩასხმული და ძალიან ძლიერი ნაგებობებია, იმიტომ რომ ბომბა დამცავი არის. მათი გამოყენება სარწყავ რეზერვუარად შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ იქ არც რადიაცია იქნება, ეხლა ჯარისკაცებს რადიაციულ ფონში არ აცხოვრებდნენ ეგ. ეს გვირაბი ეხა იცის ვინ არის სამხედრო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ვიხილეთ აღნიშნული მიწისქვეშა სამხედრო გვირაბი, ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ. ჯერჯერობით ვერც დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვეთ, თუ რა სამხედრო ნაწილი იყო აქ, ხოლო ვარაუდი, რომლებიც მოვისმინეთ, ის თქვენს გაგიზიარეთ. ერთი კი ფაქტია, გვირაბის სიღრმეში გადაღების დროს კადრის ხილვადობა შეუძლებელი გახდა.